Hey, I'm Neo. ჰუმანოიდი ნეო სახლის რობოტია, რომელმაც საოჯახო საქმეები დისტანციური მართვით უნდა ისწავლოს. ნეოს საქმეებში დახმარება შეგიძლიათ ღილაკზე ხელის დაჭერით ან სიტყვიერად სთხოვოთ, თუმცა მას ძირითადი დავალებების ავტონომიურად შესრულებაც შეეძლება, მათ შორის კარების გაღება, ნივთების მოტანა და შუქის ჩართვა ან გამორთვა. We also worked really hard to make Neo's ჩვენ ბევრი design. შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ნეოს ვიზუალი გარშემოყოფებისთვის კომფორტული ყოფილიყო. თითოეულ ნეოს აქვს რიცხვადი ნაკსოვი კოსტიუმი, თავი და ფეხსაცმელი, რომელსაც შეგიძლიათ სტილი თქვენი სურვილით შეურჩიოთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დღის რომელ მონაკვეთში გსურთ, რომ ნეომ საოჯახო საქმეები შეასრულოს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგიძლიათ მას კითხოთ ნებისმიერი რამ, რთული კითხვით დაწყებული რჩევით დასრულებული. ნეოს ანატომია კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ის ნებისმიერ რამეში დაიხმაროთ. მისი მართვა ნებისმიერი ადგილიდან აპლიკაციით შეგიძლიათ. ეს მომავალია. იქამდე კი სანამ ნეო ყველაფრის თავად ავტომატურად შესრულებას ისწავლის, მას ტელეოპერატორები დაეხმარებიან. მფლობელები განსაზღვრავენ, როდის ექნებათ ტელეოპერატორებს ჰუმანოიდზე წდომა. მათ შეუძლიათ სახლში გამოყონ აკრძალული ზონები, სადაც ოპერატორს არ შეუძლია შესვლა. ტელეოპერატორებს ასევე არ შეუძლიათ ნეოს კონტროლი მფლობელის თანხმობის გარეშე. ნეოს წინასწარი შეკვეთა ახლა კომპანიის ვებსაიტზეა შესაძლებელი. $200 დეპოზიტით, ვისაც ჰუმანოიდზე ადრეული წდომა სურს, შეძენა $20,000 შეუძლია. რობოტი ასევე ხელმისაწვდომი იქნება სააბონენტო სერვისის სახითაც, რომლის ღირებულება თვეში $499 იქნება. ეს ვარდისფერი სპრეი ჭრილობის სახვევია, რომელიც სამედიცინო ბინტის ჩასანაცვლებლად შეიქმნა. სითხე ღია ჭრილობაზე ისხმება და დამცავ ფენას ქმნის. სპრეის შემცველობა აჩქარებს ნერვებისა და ქსოვილების რეგენერაციას. დამცავი ფენა კი იონურად გამტარია და მასზე ელექტროთერაპია ტარდება. მცირე იმპულსების შეხორცებას კიდევ უფრო აჩქარებს. When we cut open any tissue, ნებისმიერი ღია ჭრილობის შემთხვევაში არის ინფექციისა და ნაიარების საფრთხე. ამ სახოს შეუძლია ინფექციას ჩააქროს და არც იარა დატოვოს. can remove ახლა სპრეის ცხოველებზეც დიან, ასე დამუშავებული ჭრილობები სამჯერ უფრო სწრაფად ხორცდება, ვიდრე ბინტით გადახვეული. ბარსელონას საგრადა ფამილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია გახდა მას შემდეგ, რაც მისი ცენტრალური კოშკის თავზეჯვრის პირველი ნაწილი დაამონტაჟეს. ბაზილიკის სიმაღლე ახლა თითქმის 163 მეტრია. როცა ჯვარი მთლიანად დამონტაჟდება, ნაგებობის სიმაღლე 172 მეტრს მიაღწევს. ბარსელონას ცენტრში შენობის პირველი ქვა 1882 წელს დაიდო. შემდეგ მშენებლობა ანტონიო გაუდიმ გადაიბარა და შექმნა 18 კოშკიანი პროექტი. გაუდი მალევე გარდაიცვალა, ტაძარი კი მას შემდეგ შენდება. იესო ქრისტეს კოშკის მშენებლობის დასრულებას 2026 წელს აპირებენ, რაც გაუდის გარდაცვალების 100 წლის თავს დაემთხვევა. ჰელოუინს თავდაპირველად სამჰეინი ერქვა და მას 2000 წელზე მეტი ხნის წინ კელტები აღნიშნავდნენ. კელტები თვლიდნენ, რომ 31 ოქტომბერს მთავრდებოდა ზაფხული და იწყებოდა ბნელი, ცივი სეზონი, დრო, როცა მიცვალებულთა სულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. ამიტომ ღამით კოცონს ანთებდნენ, იკეთებდნენ ნიღბებს და ასე აფრთხობდნენ ბოროტ სულებს. სამჰეინს ჯერ რომაელებმა დაამატეს საკუთარი ტრადიციები, მოსავლის ფესტივალი და წმინდანთა ხსოვნის დღე. შემდეგ კი ქრისტიანობამ კელტური ტრადიცია წმინდანთა დღის წინა საღამოდ გადააქცია. ასე გაჩნდა სახელი ჰელოუინი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესასწაული პოპულარული მე-19 საუკუნეში გახდა. ეს ტრადიცია იქ ირლანდიელმა მიგრანტებმა დაამკვიდრეს. ასე გახდა ჰელოუინი ინტერნაციონალური დღესასწაული, სადაც შიში და მხიარულება გაერთიანებულია. მას ყველაზე გრანდიოზულად შეერთებულ შტატებში ზეიმობენ, სადაც ყველა საშიშად გაფორმებული სახლიდან მოგაწვდიან ტკბილეულს. გამონაკლისი არც თეთრი სახლია.